ოდესმე გიკვლევიათ ქართული გვარები? არც მე. მაგრამ იმას კი ადვილად მიაქცევს ადამიანი მოქალაქე ყურადღებას, რომ რამდენიმე გვარს, რამდენიმე კი არა, უამრავ გვარს ერთი ფუძე აქვს. ერთი ფუძე ქვია მე მგონი. ერთი ფუძე აქვს. მაგალითად, აბაშიძეები, რამდენი არიან ღმერთმა უწყის, თავადაც არიციან მგონი, მოკლედ ძალიან ბევრნი არიან და ყველაზე ცნობილი აბაშიძე ვინ არის? ალბათ მაინც აღარ არის ცოცხალი. პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე. ასევე მისი ძმა გრიგოლ აბაშიძე, ისიც პოეტი. მათი შვილები ზურაბ აბაშიძე და ვატო აბაშიძე. არა, სხვა აბაშიძეებიც, დოდო აბაშიძე ასე მაგალითად გაგახსენდება კაც. და ვინ არ გაგახსენდება აბაშიძეებიდან, მოკლედ ძალიან ბევრი ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ სახელოვანი პირი ხავთ აბაშიძეებს. რა საკვირველია. ისტორიაშიც რომ კიტა აბაშიძე გამახსენდა, როგორ არა, ყველაზე უფრო ცნობილია რაის ირაკლი და რის გრიგოლ აბაშიძე. კიტა აბაშიძე ასე მაგალითად და სხვები. ეხა მე რომ მართლა გავიხსენო, დავფიქრე და გავიხსენო, შესაძლოა კიტა აბაშიძეზე უფრო ცნობილი აბაშიძეც კი გავიხსენო. აი ცოცხალთაგან ვინ არის ყველაზე ცნობილი? სხვითო ბიჭიროა. კაცი. თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელი რო გახდა, რომელსაც ვიცნობ, ეგრა მაგის პასუხია და რომელიც ოდესღაც ყვიროდა, რომ აი ქართული ოცნების დედა კი ვატირეო, მაგრამ ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა ამ ქართული ოცნებისა. კურსისაგან გადაუხვია ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა ამ ქართული ოცნებისა. მისი და ჩემი საერთო მეგობრები მიწყენენ ასეთი ენამწარერო ვარ მასზე, მაგრამ სხვა გვარად როგორ იქნება? ზურა აბაშიძეზე ლაპარაკობ, უმცროს ზურა აბაშიძეზე, თუმცა არსებობს უფროსი ზურა აბაშიძეც. გამოცდილი კაცი, ინტელიგენტი კაცი, შვილი ხსენებული ირაკლი აბაშიძისა, პოეტი აკადემიკოსისა, რომელიც მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი მთავარი პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ჩვენს ქვეყანაში. და სხვების, ვატო აბაშიძე მისი ძმა შევარდაძის პრესის მდივანი იყო, არ დაგვავიწყდეს. მაგრამ ამაზე ხო არ ვლაპარაკობ ახლა, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ძირი აბაშიძეებს და მაგალითად აბაშიშვილებს საერთო აქვთ. აბაშ, მოდის თუ არა აბაშიდან, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. არ მიკვლევია საგანგებოდ, აბაშიძეებმა ცხადია უკეთიციან. ან ბევრნი არიან ეს აბაშიძეები და ერთმა შტომ სხვა ინფორმაცია იცის, სხვა ინფორმაციას ფლობს ერთი შტო და მეორე შტო სხვა ინფორმაციას. კაი, რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში? აბაშიშვილებში ყველაზე ცნობილი ის მეორე ხვითუა, როგორც ასევე ვიცნობ, გიორგი აბაშიშვილი. აი, ნოშიკო ნამორაზეზე რო ლაპარაკობს ხოლმე კი არა, ულაპარაკია ნოშიკო ნამორაზეზე, როგორც საუკეთესო ბიზნესმენზე. ეს გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი იყო და მე თუ მკითხავთ ყველაზე უფრო მეტად ვინც დააღალატა გიორგი პრეზიდენტი მარგველაშვილი, არის სწორედაც რომ გიორგი აბაშიშვილი. მე მას ვიცნობ, კვლავ ვიმეორებ, მაგრამ აი ნახვაც კი არ მინდა კონფორმიზმის იმ მასშტაბებში თუ იმ რაკურსებშია გულახდილი რო ვიყო. სხვა ძირების, ამ ძირის სხვა გვარების გახსენებაც შეიძლება, აბაშმაძეები მაგალითად. ამ ქართულ გვარებში შეიძლება ერთი ასობგერა ჩაამატო და სულ სხვა გვარი გამოგივიდეს. ან ერთი ასობგერა მოაკლო და სულ სხვა გვარი გამოგივიდეს. აი ყველაზე ცნობილი ჩემი გვარის წარმომადგენელი, მე მაინც ვფიქრობ, რომ არის და ნამდვილად არის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი. რეჟისორი ქეთო და კოტესი. გამოჩენილი სახელოვანი პირი, რომელიც, რა ვიცი, დამსახურებული პირი იყო, მის შვილს სხვათა შორის ირაკლი ჰქვია, ასევე ერთი ხანობა, როდესაც ბატონი ირაკლი მუშაობდა ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში და მე იმ ხანად ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ არ იყო ეს ტელეფონები და სოციალური ქსელები და ასე შემდეგ 90-იან წლებზე საუბრობდა ენამწარე ვიყავი შევარდაძის ხელისუფლების მიმართ. ბატონ ირაკლის უკავშირდებოდნენ ხოლმე და ეუბნებოდნენ რამ დაგაწერინა ესო, როცა მე გაზეთში გამოვაქვეყნებდი, ჩემს გაზეთში ასე მაგალითად, რომლის რედაქტორის, რამდენი გაზეთის რედაქტორი ვიყავი, არც მახსოვს. ხო, ისა უკავშირდებოდნენ ქალაქის ტელეფონით და ეს რამ დაგაწერინაო და ის თავს იმართლებდა და ეუბნებოდა, რომ
სულაც არ იყო ამ სტატიის ავტორი. გავიხსენებ თუ არ ვცდები, ბატონ ირაკლი მუშაობდა სანდრო კავსაძესთან, სანდრო კავსაძის რა ერქვა იმ სამსახურს, თუ არ ვცდები, ადამიანის უფლებათა მიმართულებით, აი ომბუდსმენამდე რო ოფისი იყო, იმ ოფისში მუშაობდა ბატონ ირაკლი. მე მოვიკითხავ მას ეგრაბაგის პასუხია, კარგი ხანია. არ მინახავს მის შვილებთან, ნინოსთან და ლახოსთან კი აი ხანდახან შემხვდებიან ხოლმე, ან ონლაინ მაქვს ურთიერთობა. ტაბლიაშვილი აკითხავით, ყველაზე ცნობილი არის სწორედაც რო ვახტანგ ტაბლიაშვილი, რასაკვირველია, მე ან ჩემი გვარის ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი ალბათ მაინც ვერ გავეჯიბრებით ცხონებულ ვახტანგ ტაბლიაშვილს. ყველაზე ცნობილი ტალიაშვილი ერთი ბგერა ამოვიღოთ და ყველაზე ცნობილი ტალიაშვილი ვინ არის, როგორ გონიათ? ეს გვარი არ არის ჯერ ტაბლიაშვილები ისედაც ცოტანი ვართ, მაგრამ ტალიაშვილები რამდენადაც ხვდები კიდევ უფრო ცოტანი არიან, ან მიძებნია არც ეს საგარგებოდ და ყველაზე ცნობილი ტალიაშვილი კი უკვე გამოიკვეთა. ვიცით ვინც არის? ყველაზე ცნობილი ტალიაშვილი არის თამარ ტალიაშვილი, რომელიც ბიოგრაფიას მდიდარი ამეთქი, მაგას ვერ ვიტყვი, ამას ვერ ვიტყვი. რა მდიდარი ბიოგრაფია აქვს ქალბატონ თამარს მეთქი, ვერ ვიტყვი, ვერაზდიდებით, თუმცა სახელოვანი ბჭყალებში კი უკვე გახდა ქალბატონი თამარი განსაკუთრებით დღის შემდეგ, როცა ის დაინიშნა და აგრემანიც მიიღო, ანუ ნებართვა იმისა, რომ ის იყოს ელჩი, მიიღო ვისგან, რომელი სახელმწიფოსგან? ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო როა ჩვენი ქვეყნისათვის, იმ შეერთებული შტატებისაგან არ გაჭედა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სახელმწიფო დეპარტამენტმა და აგრემანი კი მისცა სწორედ ქალბატონ თამარ ტალიაშვილს, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, მას ერთობმწირი ბიოგრაფია აქვს, მით უფრო დიპლომატიური მიმართულებით, არა და ვაშინგტონში შეერთებულ შტატებში ჩვენ ყოლია ერთმანეთზე უკეთესი ელჩები, ერთმანეთზე გამოცდილი ელჩები, ერთმანეთზე კარგი დიპლომატები, ერთმანეთზე სწორი დიპლომატები, ერთმანეთზე აქტიური დიპლომატები, ყველას გულისხმობ მერქინე, მათ შორის აი გაგიკვირდება და წინა ელჩ დავით ზალკალიანსაც გულისხმობ, რომელიც ესეთი კარიერული დიპლომატია, სხვადასხვა ქვეყანაში უმუშავია, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სხვა თუ არაფერი და მისი დიპლომატიური რაკურსები ბოლო პერიოდისა განსაკუთრებით რასაკვირველია და საწუნია, იმიტომ რომ ის მსახური იყო, სხვაში ზურაბაშიძის მეგობარია. ირაკლი ალასანიასთან აგუნდელები იყვნენ ორთავენი, ხო? და ვინ არ იყო იმ თავისუფალ დემოკრატებში. ხო და დასაწუნი კი არის დავით ზალკალიანის, მაგრამ აი ხა კარიერული დიპლომატი არ არისო, ვერ ვიტყვით და სხვა თუ არაფერი ლევან მიქელაძის მეგობარი იყო, უმცროსი მეგობარი იყო, მოსწავლე იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ ვის არ იცნობდა საგარეო საქმეთა მინისტრებიდან ბატონ თედო ჯაბარიძეს, ბატონ ირაკლი ბენაღარიშვილს, სხვებს და ვისთან არ უმუშავია, ანუ იმ პერიოდშიც უმუშავია, როცა მისთვის საზულველი სააკაშვილის ხელისუფლება იყო, თუ საზულველი იყო ის სააკაშვილის ხელისუფლება მაშინ მისთვის. მაგრამ ამაზეც არ ვილაპარაკოთ, ის 2008 წლის მიწურულიდან წავიდა ალასანიასთან ერთად ოპოზიციაში და მერე საგარეო საქმეთა მინისტრობიდანაც კი მოადგილეობიდანაც კი გადადგა, ცოტა ცრემლის წასკდა, იცით თქვენ, მაგრამ მალევე მიბრუნდა და ისეთ დაღალატებასაც აქვს თავის ფორმები, უხეშად და ძალიან მძიმედ დააღალატა ქალბატონი მაია ფანჯიკიძე, ასევე თავისუფალი დემოკრატი, ირაკლი ალასანიას ოჯახის წევრი, დიდი ოჯახის წევრი და აი მაია ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა და თამარ ბერუჩაშვილთან ერთად და მე უკვე გადმოდგა. მოვიდა, ანუ ზურაბაშიძე ხო ვახსენეთ და ეხლა ზალკალიანსაც რო არ გაუკრათ კბილი არ შეიძლება. არა და თამარ ტალიაშვილზე ვსაუბრობ. ეხლა ის მის კითხვა რა ბიოგრაფია აქვს ასეთი. არამდიდარი ამ ქალბატონს. 2004 წელს იყო USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტის სამართლებრივი პროგრამის მენეჯერი და იურისტი. 2005 წელს იყო JTZ იუსტიციისა და სამართლის რეფორმა ამიერკავკასიაშის იურისტი. 2006-12 წლებში მუშაობდა იურიდიულ ოფისებში
Mesri and Vititoe ხო 2011 წლებში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი ყოფილა 11-12 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციის დელეგატი 12-14 წლებში იყო შშს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი 14-ში ანუ მოვიდა თუ არა ბიზნესი ეგრევე ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნეს 14 წელს ასევე იყო აკადემიის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროექტორი 14-17 წლებში ამ 14-ში რა ყველაფერი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ეგრევე გადავიდა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე 17-20 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე წევრი აქაც წევრი ორჯერ წევრი 17-20 წლებში იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი 18 წლიდან არის ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი that's 20 წლიდან უკაცრავად საქართველოს მე-10 მაწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო აი ხა აი ამ ბიოგრაფიის ადამიანი რომელიც კვლავ ვიმეორებ შესაძლოა ეს დიმიტრი სამხარაძისათვის წვერვალია ხედავს თუ არა ქალბატონი თამარის ბიოგრაფიას ბატონი დიმიტრი შეიძლება თქვას რომ აი ახლა აღმოვაჩინე ყველაზე უფრო მდიდარი ბიოგრაფიის პირი ჩვენს რიგებშიო მაგრამ რეალურად ხომ ეს ბიოგრაფია არც არაფერია არც განათლება მე მგონი ჩვენ არ გვაქვს განათლების თაობაზე ცნობა არა გვაქვს ყოველ შემთხვევაში ვიკიპედიაში არ წერია ვიკიპედიით ხელმძღვანელობ აბა რა ვქნა მისი მემატიანე და ბიბლიოგრაფი თუ ბიოგრაფია არა ყველაფერი ვარ და არც ვაპირებ რომ ვიყო ხო და აი ეს ქალბატონი ტალიაშვილი ყველაზე ცნობილი ტალიაშვილთა შორის გახდა უცებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ამბავიც ეს არის ბატონებო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებში ყავდეს ძალიან მაგარი ელჩი და ჩვენთვის ძალიან ცუდია რომ შეერთებულ შტატებში რო გვეყოლება თუ რო ყავს ელჩი ახლა უკვე ყავს და ვახტეს მოვალში გაემგზავრება ქალბატონი თამარი ის არის უსუსტესი ელჩი იმიტომ რომ აუცილებელია კონტაქტები კონგრესთან აუცილებელია კონტაქტები თეთრსახლთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან აუცილებელია მუშაობა ისეთ თემაზე როგორიც არის ასე მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან ასე მაგალითად სტრატეგიული ქარტია ასე მაგალითად სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან აუცილებელია მუშაობა ისეთ საკითხებზეც კი რაც იმ მოქალაქეებს ეხება რომლებმაც მექსიკის საზღვრის უკანონოდ გავლით გადაკვეთეს შეერთებული შტატების სახელმწიფო საზღვარი და ზოგ მათგანს ან ბევრ მათგანს თუ გნებავთ გეტყვით ასე ემუქრება დეპორტი შეერთებული შტატებიდან ხო თითქოს საკონსულოს საქმეა ეს უფრო მაგრამ საელჩოს საქმეც არის რა საკვირველია ხო და მე გეკითხებით ქართული ოცნების მომხრეებს ახალი სისხლი რო გინდათ თურმე მათ შორის დიპლომატებს შორის თამარ ტალიაშვილზე რატომ გააკეთეთ აქცენტი და გამოცდილება აქვს ცოდნა აქვს კვალიფიკაცია აქვს თუ იქნებ პროამერიკანისტია ისეთი ანუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის პირველ ყოვლისა ცხადია მომხრეა იმგვარი ლობისტია ამერიკის ინტერესების მთელ მსოფლიოში გადავრცელებისა და მათ შორის ამერიკის ინტერესებს კარგად იცნობს და სადაც საჭიროა იქ ეწინააღმდეგება მაგრამ ძირითადად დემოკრატიის მექად წოდებულ სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებს რა საკვირველია ეთანამშრომლება და კარგად იგებს კარგად ესმის რა უნდა შეერთებულ შტატებს აი რატომ არ არის იცით ის პროამერიკელი დიპლომატი თუ დიპლომატია საერთოდ გიგი უგულავა ავრცელებს ამგვარ ცნობას რომ ნავიკითხოთ თუ გნებავთ და სიტირებას მოვახდენ წინა მოწვევის საკრებულოშიო ბრძანებს გიგი ქალბატონი თამარი ქუჩების სახელდების კომისიას ხელმძღვანელობდა საქართველოს დიდი მეგობრის ჯონ მაკეინის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა იდეა მისი სახელი თბილისის ერთ-ერთი ქუჩისათვის დაგვერქმია თამარი ტალიაშვილი ჩვენ საერთო ზირი გვაქვს ტაბლიაშვილი მე ვარ და ტალიაშვილი ის არის ერთი ბგერა ან ჩაამატეს ჩემ გვარში ოდესღაც პირველმა ტაბლიაშვილებმა ან პირველმა ტაბლიაშვილებმა მაკონდოდან არა საკვირველია მარტყოფიდან თუ ნორიოდან ხო ან ჩაამატეს ან ტაბლიაშვილები ვიყავით იმ თავითვე და ამოიღეს და ტალიაშვილები ჩვენი განშტოება არიან ტალიანშვილები სხვაგვარად გაგრძელდა ამგვარის ისტორია ასე მგონია მე
ხო და მისი სახელი თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის დაგვირქმია წერს გიგი. თამარი იატაკზე გაწვა, მე მართლა მაინტერესებს, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით იატაკზე გაწვა თუ უბრალოდ ისტერიკა დაიმართა და ჩაჩეხა იდეა. ის უკასრავად ეს ერთი მისი გაელვება. მეორე იყო და არის მისი პოდკასტი. პოდკასტიც ქონია. სადაც კურსელი კობახიძე ხავს სტუმრად. ეს უნდა ნახოთ, ვერ ნახავ. აპატით. ისედაც სიცხეების და გაბო გული მაქვს შეწუხებული. ეს ქალი არის შეგნებით რუსი, ოხ გიგი რამ კაცრი ხარ, თან კეკელკა. კეკელკა. ამერიკაში მისი ელჩად გაშვება, შეერთებული შტატების დაცინვა. ეხა ამასაც ეხა შენ სედმეტი მოგდის, ეხა ჩვენ შურ დარჩეს. შეერთებული შტატების დაცინვა არის რასაკვირველია. შეერთებულმა შტატებმა მიცა აგრემანი ჩვენ შურ დარჩეს ამ როგორც ჩვენ ვწოდებ კეკელკას. ელჩად კი არა მექსიკიდან გვირაბით არაა შესაშვები და მე უკვე სუდი არ მძიმე შეძახილი ფუ. ეს შეძახილი მაინც არ იყო, კარგი ჩემი აზრით გიგი არ მიწყენ შენ მე. ხო და კითხვა მაქვს. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩები შეერთებულ შტატებში. მათ შორის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ევროკავშირში, ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებში, ნატოში, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, გაეროში და ასე შემდეგ და სხვადასხვა ორგანიზაციებში მისიების ხელმძღვანელები. და ჩვენ გვყავს კარგი, არ მეტნაკლებად კარგი, ძველი, ძველს გულისხმობ, არა ასაკით დიდი, არამედ არა ასაკიანი, არამედ გამოცდილია, იქ ვისაც უმუშავია თედო ჯაფარიძესთან მაგალითად, ირაკლი მენაღალიშვილთან ვისაც უმუშავია ისინიც, საშა ჩიკვაიძესთან ვისაც უმუშავია ისინიც გყავს. შესაძლოა აი 90-იანი წლების დასაწყისთან საშა ჩიკვაიძე შეიძლება სულ ამაოდ ვახსენებ და შეიძლება თედოც ამაოდ ვახსენებ, მაგრამ გყავს ვინც მოდის საგარეო საქმეთა სამინისტროდან 90-იანი 2000-იანი წლებიდან ოკეი. და თამარ ტალიაშვილი რომელიც არც კარიერული დიპლომატია და უამრავი კარიერული დიპლომატია, რომელიც უამრავი ცოდნია, რომელიც ესე ელოდება სადმე დანიშნას ან საქმის მიცემას ამ რაგვარია ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ხო? ელოდებიან. თამარ ტალიაშვილს რატო შეირჩა ყურადღება? რატო შეირჩა თამარ ტალიაშვილი? ერთგულების გამო. ბიზინა ივანიშვილს აღარ სჭირდება, აი თუ აქამდე კიდე სჭირდებოდა 1 2 3 5 ან 17 პროფესიონალი ამა თუ იმ სფეროში. ახლა ისინი არ სჭირდება. ახლა უბრალოდ უნდა იყოს შეყრილი რაღაც ნაცრისფერიერიანი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც იქნებიან მხოლოდ ერთგულნი და მის ინტერესებს გაატარებენ. რა არის მის ინტერესი, რა დავალება იქნება თამარ ტალიაშვილს? ერთადერთი დავალება იქნება. ის კი არ იქნება დავალებად, რომ როგორმე საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობები როგორმე უნდა გამოსწორდეს, რაც ვერ გამოსწორდება. ტალიაშვილი კი არა, არ ვიცი, ისევ თედო ჯაფარიძე რომ დააბრუნოთ ელჩად. ხო, ეს ასაკიანი კაცი და ეს უგამოცდილესი კაცი, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ვერ გამოსწორდება. მისი დავალება იქნება ამგვარი, როგორღაც დაარწმუნეთ ამერიკელები, რომ მომიხსნან მე სანქციები. ვერ შეასრულებს ქალბატონი თამარი, ისევე დატოვებს ელჩის თანამდებობას, როგორც დაუტოვებია რამდენიმე აქამდე პოზიცია, რომელსაც იკავებდა წლების განმავლობაში. ოღონდ კვლავ ვიმეორებ, მისი ბიოგრაფია, აქ გითხარით, არ არის მდიდარი მეთქი. ერთგული, ბოდიში, ქალბატონს არ უნდა აკადრო, ამიტომ მეც არ ვაკადრებ. კულტურული ვიქნები, მაგრამ ერთგული, მამაკაცების ჭრილში ვიტყვი ახლა ასე, ერთგული ფინიები სჭირდება ბიზინა ივანიშვილს ყველგან და ქალბატონი თამარი რასაკვირველია, მე ამ სიტყვას არ ვაკადრებ, მაგრამ ამ სიტყვა ფინიას არ ვაკადრებ, მაგრამ მის ერთგულებაზე კი ვისაუბრებ ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მექნება და როცა რამ საინფორმაციო მიზეზს მოგცემს ქალბატონი თამარი, როგორც უუნარო ელჩი, რომელიც არაფრის გამკეთებელი არ არის და ვაშინგტონ DC-ში უნდა იაროს აღმა, დაღმა. მე ნიუ-იორკშიც გადავიდეს და შესაძლოა ლოს-ანჯელესშიც. კი, რატომაც არა, შესაძლოა ნამყოფიც არ არის და ალბათ ნამყოფი არ არის. კარგი ქვეყანაა შეერთებული შტატები, მით უფრო გრძელვადიანი პაესტკისათვის. აი ესეა საქმე. ვახ, ყველაფრის დანგრევას ახერხებს ბიზინა, ახერხებს, ასე უნდა თქვა. ყველაფერს ანგრევს ბიზინა ივანიშვილი რეალურად და აი რაოდენ რთული იქნება მე ამოყვინთვა იმ ჭაობიდან, რომელშიც მან უკვე მოგვაქცია. ტალიაშვილი მე თუ ჩაიმატებს
ბგერას ბუს არ ჩაიმატოს ხუმრობ. ხო, ამ შემთხვევაში უშუალოდ მდგომლებ მომავალ ხელისუფლებასთან, რომ დატოვონ ელჩად, რასაკვირველი არც ამას არ ვიზამ და არც ჩაიმატებს, მაგრამ ეს ისე ხუმრობა ნარევი სიტყვა იყო ჩემგან. ტალიაშვილი ხელჩასაკნევი პიროვნებაა და მასაც აუცილებლად გავანთავისუფლებთ. ოდესმე იქნება დაკავებული დიპლომატიური თანამდებობიდან. ნახვამდის.